მოგესალმებით ყველას მეგობრებო, საღამო მშვიდობის. მოკლედ, როგორც დაგპირდით, დღეს გვექნება ვიდეო, როგორ დაბლოკოთ რეკლამები YouTube-ზე, ისე რომ არ გადაუხადოთ YouTube-ს პრემიუმის პაკეტის ყიდვაში ფული. პირველ რიგში დაგითხრათ მადლობა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდით. მიხარია რომ ამდენი მნახველი შემოდის არხზე, მიხარია რომ ამ მნახველებიდან გარკვეული ნაწილი გამოწერების მხრივაც დაბალანსდა სიტუაცია და უკეთესობისკენ, მატებისკენ მიდის. ამისთვის მადლობა და კიდევ გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, მოიწონეთ ვიდეოები. მე დღეს გასწავლით როგორ დავბლოკოთ რეკლამები როგორც ვებზე, ანუ კომპიუტერთან როცა ხართ და იქიდან უყურებთ, ასევე smartphone-ზე, რა გავაკეთოთ და ასევე რა გავაკეთოთ smart ტელევიზორის შემთხვევაში, რომ გქონდეს YouTube რეკლამების გარეშე. არ ვიცი ეს ამ ვიდეოს YouTube დამთავს თუ არა ნებას, ბანს დამადებს თუ არა, ან საერთოდ რამდენ ხანს აცოცხლებს, რამდენად ეს ადაგება YouTube-ის პროტოკოლს, ეს ნამდვილად არ ვიცი. მოდია რომ ამას ჩემი არხი არ შეეწირება. თუმცა ვითვალისწინებ თქვენს თხოვნას და ვაკეთებ ამას. მოდი დავიწყოთ უშუალოდ თუ რა უნდა გავაკეთოთ ჯერ ტელეფონებზე, რა უნდა გავაკეთოთ smart ტელევიზორზე და მერე გადმოვიდეთ უკვე ვების თემაზე. რაც შეეხება smartphones და smart ტელევიზორს, თქვენ დაგჭირდებათ აი ესეთი აპლიკაცია, რომელსაც ქვია Smart Tube Next. ეს არის ზუსტად YouTube-ის ანალოგი. ოღონდ რეკლამების გარეშე. ეს პროგრამა ხელმისაწვდომია, როგორც გითხარით ამ საიტზე. ასევე მე ამ ლინკს რა თქმა უნდა აღწერაში დავურთავ, რომ თქვენ მარტივად შეძლოთ ამის გადმოწერა. დაინსტალირების პროცესი მარტივია, გადმოწერთ, აინსტალირებთ თქვენს smartphone-ში ან smart ტელევიზორზე, smart ტელევიზორზე ეს არ შეგხვდებათ რა თქმა უნდა Play Store-ში. ეს შეგიძლიათ ამ საიტიდან ჩამოწეროთ და რა თქმა უნდა ჩვეულებრივ როგორც სხვა აპლიკაციები ინსტალირდება, ასე შეგიძლიათ დაინსტალიროთ. ჩვეულებრივად გექნებათ YouTube, ყველაფერი ალგორითმიც ისე მუშაობს ზუსტად. იგივეა, უბრალოდ გექნებათ რეკლამების გარეშე. მათ შორის არის 4K-ის მხარდაჭერა, არის HDR-ის მხარდაჭერა, მაგრამ ის სრულფასოვანი სერვისები, რაც YouTube-ში ისედაც არის, ზუსტად დაგვდებათ იქ ანალოგი არაფერი არ განსხვავდება. უბრალოდ განსხვავებული ის არის, რომ ეს არის ურეკლამო აპლიკაცია. ეხლა გადავიდეთ ვებზე. რაც შეეხება ვებზე შეიძლება თქვენ გქონიათ ესეთ გამოცდილება, რომ დაგიყენებიათ ბევრი ბლოკერი, adblocker-ები და ასე შემდეგ, მაგრამ YouTube მაინც უშვებს რეკლამებს. არ დაგჭირდებათ არც Privacy Badger-ი, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული ბლოკერია და საჭირო, არც Adblock Plus-ი, რომელსაც ალბათ ყველა იყენებს, არამედ თქვენ დაგჭირდებათ uBlock Origin, ანუ აი ეს ბლოკერი, რომელიც რა თქმა უნდა, შეუულებრივად existence-ებში, Google-ის, ან თქვათ Web Store-ში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და დაინსტალიროთ. ამ ბლოკერის დაინსტალირების შემდეგ შეგიძლიათ ჩართოთ, რა თქმა უნდა, გვერდი დარეფრეშდება და თქვათ გაუშვათ აი ეს გადაცემა. თქვენ თვითონვე ხედავთ, რომ არანაირი რეკლამა არ ეშვება და არც გაეშვება არასოდეს შემთხვევაში რამდენი ხანიც არ უნდა უყუროთ, არც შუა ნაწილში, არც დასაწყისში და არც ბოლო ნაწილში. ამიტომ გადმოწერეთ ეს სრულად ლეგალურია, დაისვენებთ რეკლამებისაგან, ასევე რაღაც პაკეტები შეიძინეთ თემაც აღარ ამოვა და შესაბამისად სრულიად თავისუფალი გექნებათ ეს სივრცე. დღეისთვის სულ ეს იყო, როგორც ხედავთ, არც ის რთული პროცესია, მარტივი პროცესია ძალიან და შესაბამისად ისარგებლეთ, სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება. მადლობა ყურადღებისთვის, არხი აუცილებლად გამოიწერეთ და მომავალ ვიდეომდე.